რისი შოვნა უფრო რთულია, მამაკაცის თუ სამსახურის? სამსახურის. თქვენ? შოვნა? ხალის შოვნა არ ვიცი რა სხვა. არც კაცის შოვნა. თქვენ შემთხვევაში მამაკაცის თუ სამსახურის? სამსახურის. რო გავიგებისთან მოვხვდი, ეს იყო ძალიან დიდი შოკი ჩემთვის, იმიტომ რომ ეს ადამიანია, რომელიც მუშაობს საერთოდ სხვა რაგან ფიზიკურ მოქმედებებზე აქვს დამყარებული ყველაფერი, არა რაღაც ფსიქოლოგიური რაღაცების გამოწვევა, არამედ ყველაფერი ფიზიკურ მოქმედებაზე. ზუსტი როლები არ აქვს, ხან ერთი ვარ, ხან მეორე, ხან მთხრობელი ვარ, ხან ჯულიეტა ვარ, ხან ეს, ხან ეს. კარგი დედა. იმას გავაკეთებ, რაც გსურს. ნახავთ, ნახვით შეიყვარებს მნახველი ნახვს. ყველა რაღაც ძალიან ისეთი დოკუმენტური სახე ეძლევა ამას, იმიტომ რომ არ ვიცით თქვა თითო სპექტაკლზე ვინ რომელი მაყურებელი რაპასუხს გვაქვს ზუსტად და ამიტომ ბოლომდე მომზადებულები ჩვენც არ ვართ. თქვენ მაგალითად განგიზდიეთ რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულის პროცესი ხო? კი, გამოცდი. რა გრძნობა არის? ანუ სიტყვები არ არსებობს, მაგრამ სინონიმია როგორც სიგიჟია. სიგიჟია. რა თქმა უნდა, მთელი სპექტაკლის განმავლობაში ეს არის, ნუ მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჩვენ შევეცდებით რომ მოუყვეთ ეს ამბავი. 7 ადამიანი გამოვიდა, შევეცდებით რომ ეს ისტორია ჩვენებურად გავაცოცხლოთ მაყურებლის თანდასწრებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის საინტერესოა მაყურებელი რას ფიქრობს ამ ამბავზე, საერთოდ ამ პრობლემაზე, საერთოდ თავის პირადი ცხოვრებასთან რა შეხების წერტილებს და თქვა გადაკვეთის წერტილებს პოულობს. თქვენი პირველი გამოგავსე? ის მე პირველი გამე არ მგონია. რაღაცნაირად ძალიან მოეწონება, ვიღაცები ძალიან გახიზიანდებიან, მაგრამ თეატრის ფუნქციაც ეს არის, რომ რაღაცა პროვოცირება მოახდინოს ადამიანებს. გულგრილს არავის არ დატოვებს დარწმუნებული აბსოლუტურად. ჩემი აზრით, თუნდაც ამიტომ უნდა იყოს ძალიან საინტერესო ქართველი მაყურებლისთვის ეს სპექტაკლი, იმიტომ რომ არა ვარ ჩვენ განებივრები იმ ექსპერიმენტებს, რომელსაც ამბობ. საინტერესოა იმდენად, რამდენადაც არის პრინციპში შექსპირის ორიგინალურ ტექსტთან ერთად გამოყენებული ძალიან საინტერესო ახალი ორიგინალური ტექსტი და მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი საინტერესო ვერსია ამ პიესაზე შექმნილი. ასევე ძალიან საინტერესოა თავად იმ მეთოდის გამო, რა მეთოდითაც მარმარინოსი მუშაობს მსახიობებთან და მუშაობს მასალაზე. და ჩვენ გვექნება ქართულ მაყურებელს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ვნახოთ კლასიკური მასალა ძალიან თანამედროვე ენაზე მოთხრობილი. I have to say, this morning I was writing some notes about the people I worked with. They belong to a very particular society and country. This country is changing fast. I hope that the audience also will experience the same particularity, the same high qualities that these people have. Thank you very much.